რატო შემეშინდა იცით ეკლა, იმიტომ რომ ეს ვითომ ღრმად მორწმუნე ფარისეველი კაცი მე წამლის ფულიც კი მიჭირდა და პატარა გოგონებს ჩუქნის სასტუმროებს. ქეთევანი სამსახურს უნდა მატოვებინებ, იმიტომ რომ შვილებს კი თავრობით ემუქრება. მე ვარ ძალიან ცუდად ვარ, ცოტა ხანი გავაჩეროთ. გახდი შენი ცხოვრების არქიტექტორიც და მშენებელიც. მე დავბრუნდი სულ სხვა ფორმატით, სულ სხვა პოდკასტით, სულ სხვა თემებით და საბოლოოდ სულ სხვა რეალობით. დიახ, ჩემს პოდკასტს სულ სხვა რეალობა ექმნება დღეიდან. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი ტრანსერფინგი, რომელიც სწავლობს ადამიანის რამდენიმე რეალობას. უფრო სწორად კი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს უამრავი რეალობა და როცა რომელ რეალობასაც ჩაეჭიდება, სწორედ მას გახვება. ეს გახლავთ ტრანსერფინგი, ხოლო ჩემი პოდკასტი გახლავთ სხვა რეალობა. ჩემს პოდკასტში სწორედ ასეთი ადამიანები მეყოლება, რომლებმაც სხვა რეალობას ჩასჭიდეს ხელი და სხვა რეალობა შეიქმნეს. მეყოლება ისეთი ცნობილი ადამიანებიც, რომლის ერთ რეალობას ჩვენ ვიცნობთ, ხოლო მე გაგაცნობთ მათ სულ სხვა მეორე რეალობას. ამ თემას დროდადრო სხვადასხვა პოდკასტებში შევეხები, ხოლო დღეს მოსული ვარ ბევრად უფრო მტკივნეული თემით. მე უნდა დავბრუნებულიყავი სექტემბრიდან, თუმცა არსებულმა სიტუაციამ სხვა გზა არ დამიტოვა და გადავწყვიტე დღეს ჩამეწერა საგანგებო პოდკასტი. დღევანდელი ინტერვიუ არც სკანდალური ისტორიების ძიებაა, არც ბრალდების გაჟღერება. ეს ინტერვიუ გახლავთ ქალზე, რომელიც წლების მანძილზე იტანდა და ითმენდა. დედის, რომელიც ძულ ომივით იცავდა შვილებს საკუთარი მამისგან, რომელიც მათ სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებოდა. ეს ქალბატონი გახლავთ მსოფლიო ჩემპიონის ყოფილი მეუღლე, ორი შვილის დედა და ხშირად ფიზიკური თუ მორალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ინტერვიუ განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან დღეს, როდესაც მისი ყოფილი მეუღლე ისევ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში თავისი ძალადობრივი ქმედების გამო, ჩვენი სტუმარი პირველად ისაუბრებს ხმამაღლა ჩვენი პოდკასტისთვის, არა როგორც ყოფილი ცოლი, არამედ როგორც დედა, მოქალაქე და ძლიერი ქალი. დღეს პოდკასტ სულ სხვა რეალობაში ექსკლუზიურად მოусმენთ ელდარ კურტანიძის ყოფილი ცოლის, მისი ორი შვილის დედის გულწრფელ საუბრებს. ეს არ გახლავთ უბრალოდ ქალის ისტორია და ქეთი არ გახლავთ უბრალოდ ყოფილი ცოლი. ეს გახლავთ ხმა, რომელიც ამ ხელს მოძალადეს და ხმა, რომელიც ეუბნება შვილებს. მე დავრჩი, რომ თქვენ აღარ დაგჭირდეთ ბრძოლა. ეს არის დედის ბრძოლა შვილების უკეთესი მომავლისთვის და ქალის ბრძოლა, რომელიც აღარასოდეს დათმობს საკუთარ სიმართლეს სიჩუმის ხარჯზე. ქეთი, მოგესალმები. პირველ რიგში მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ამდენ წლიანი დუმილი დაარღვიე ჩემს პოდკასტში და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი სააგენტო, ამდენი ჟურნალისტი გთხოვდა მათთან მისვლას, შენ მე გამომიცხადე ნდობა და მხოლოდ ჩემთან მოხვედი. აუცილებლად. ქეთი, ეხლა მე წავიკითხავ რაღაცას და მინდა ამაზე შენგან მივიღო პასუხი. ეს ვითომ ღრმად მორწმუნე ფარისეველი კაცი ცხენებს დაატარებს, ვილებს იწყობს და პატარა გოგონებს ჩუქნის სასტუმროებს. შვილებს კი თავრობით ემუქრება. მე ვარ მთავრობა. ეს პოსტი გაქვს დადებული 15 ივლისს. რა მოხდა ქეთი 15 ივლისს? რა მოხდა ცეკლა და სარჩელი შევიტანე ალიმენტზე. რა თქმა უნდა ეს იძულებითი იყო, სხვანაირად არ შეიძლება უკვე, იმიტომ რომ ბავშვები გაიზარდნენ და ორივე სპორტსმენია თეკლე და
საკმაოდ აქტიური სპორტსმენები არიან. ესე მოყვარულები არ აქტიური სპორტსმენები შეჯიბრებებზე გადიან, როცა უჭირს ადამიანს, ხო, გზას ეძებს, ხო, გამოსავალს ეძებს და არასოდეს მე ხმა არ მომიღია, არსად არ გამორჩენილა მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, იმიტომ რომ მე არა ვარ პირველი და როცა დედა ხარ ფიქრობ იმას, რომ შენით აკეთო რაღაცეები, შენით გაზარდო, შენით მიხედო და შენით აღზარდო, ხო? პირველ რიგში აღზრდა და აი ეს იყო რომ როცა სარჩელი შევიტანე ალიმენტზე, მაშინ წამოვიდა მუქარები. ხო, ცუდი მოსასმენი იყო ძალიან ეს მუქარები, თუმცა ველოდი არც პირველი იყო და არც უკანასკნელი ეს მუქარები ველოდი და უბრალოდ ძალიან შემძრა იმ მომენტმა, რომ მე ვარ მთავრობა და მე ვერაფერს ვერ მისავ. და ცოტა არ იყო შემეშინდა. და რატო შემეშინდა იცით ეკლა, იმიტომ რომ მე ფაქტების წინაშე ვიყავი. ფაქტების წინაშე, იმიტომ რომ სულ მქონდა დაბრკოლება. წლების განმავლობაში მქონდა დაბრკოლება. პირველი ალიმენტი, როცა ბავშვები პატარები იყვნენ. როცა შევიტანე ალიმენტზე, რომ რაღაცა მქონოდა ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მაშინ მე ელემენტარულად ვერც დავტოვებდი, პატარები იყვნენ და დამხმარე არავინ მყავდა და ვერ დავტოვებდი ბავშვებს მართლა და რადგან მამას ჰქონდა ამის საშუალება და то შევიტანე ალიმენტზე, სამმა მოსამართლე მაიცინა, იმიტომ რომ იყო ეს ადამიანი. Ну, ამისთვის მე რა თქმა უნდა დამჭირდა კიდე, როგორც იქნა ეს ალიმენტზე ჩაინიშნა, მამამ გადაფარა ეს ყველაფერი ქონება მისი, რაც ქონდა, გადაასხვისა, სხვის ქონებაზე, რომ მე თუმცა არც მქონია თეკლე აზრად, რომ მე რაღაცა სხვა ქონებებზე არ მქონია, მე მხოლოდ ალიმენტზე მქონდა, რომ ეს თანხობრივად დაგხმარებოდა, იმიტომ რომ მე წამლის ფულიც კი მიჭირდა იმ პერიოდში, იმიტომ რომ ბაღში დადიოდნენ ბავშვები და ხო იცით ეკლა ხა ბაღში რამდენი რაღაც გინდა და პირველი სესხი მაშინ ავიღე მე ბანკიდან. ხო, რატომ მომცეს არ ვიცი, მაგრამ სხვათა შორის სამაბანომა მომცა ის სესხი და ესე ბანკიდან ბანკში გადამქონდა ხოლმე, რომ იქიდან იქ ფარავდი და ესე მაშობოდი ბავშვებს, ხო, რომ არ ეგრძნოთ იქ, თუნდაც რომ მე მიჭირდა. და მე ამ ბავშვებს რაღაცა ან თუნდაც ფანქარი ვერ მიმეტანა, ან ფურცელი ვერ მიმეტანა, ან ბავშვებს ზეიმზე ვერ მივსულიყავით. ის სესხები მე მაშინ გამიულა, ქართულ ბანკმა გაანულა და აი მაშინ იყო რომ ამოვისურვდე, რომ ბავშვებს რაღაცა შეეწყოთ. აქედან ამის მერე იყო რაღაც პერიოდი გახდა პარლამენტარი და პარლამენტარი რომ გახდა, რატომღაც ჩათვალა, რომ მას არ ეკადრებოდა ის, რომ არ ვიცი, რატომ რომ ბავშვებისთვის ალიმენტი გადაეხადა. და მაშინ აღმასრულებელი ვინც იყო ჩემი აღმასრულებელი ბავშვების ალიმენტის საკითხში. პირდაპირ მითხრა, მე ხა გვარს და სახელს არ ვიტყვი, ქეთევანი სამსახურს ვინ დამატოვებინებ, იმიტომ რომ მეც ორი შვილი მყავს. და ძალიან კარგად მესმის მისი, თუმცა სულ გვერდში მედგა და მეხმარებოდა, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი კულისებიდან მეხმარებოდა და მაძლევდა, ანუ მიმართულებებს მე როგორ შემეძლო, იმიტომ რომ დაბლეული ვიყავით ეკლე, აი რაღაცა ის პერიოდი კარგად კი არ მახსოვს, აი სულ რაღაცა ქაოსში ვიყავით და ну, თუმცა პარალელურად მეგობრები გვეხმარებოდნენ. როცა ლუკას წერდი რომ ბავშვებს ლუკა შენი ნახვა უნდა ბიჭს ენატრებოდა, სიცხეს აძლევდა საბას, რომ მამიკო ენატრებოდა და უნდოდა მისი უბრალოდ ხმის გაგება. და მე როცა წერდი ლუკას, რომ ლუკა ბავშვებს სჭირდები შენ და ბავშვს ენატრები და სიცხე აქვს ბავშვს, მიჭირს ამაზე თეკლე ლაპარაკი, მაგრამ ვეცდები ვისაუბრო. პოლიციას მიგზავნიდნენ, იმიტომ რომ თურმე მე მას ვაწუხებდი და ოჯახს უმკრევდი.
და პოლიცია რო შემოდიოდა სახლში და ხდებოდა ეხა რა სიტუაცია იყო და უკვე რომ ბავშვები ვიყავდა, ოჯახი ვიყავით და ანალიზებდა მდგომარეობას ოჯახში ხა რო შეხვალ აანალიზებდა მდგომარეობა ვინ არიან და როგორ ბოდიშებით გადიოდნენ, მაგრამ ეს უკვე ბავშვებისთვის იყო ძალიან დიდი სტრესი. არ მინდა ხა ფრად წარსულში გადავარდეთ ეკლე, იმიტომ რომ ემოციები როცა მოდის, ხო, რაღაცა შეიძლება ისეთი რამ ვთქვა, რაც უბრალოდ არ მიიდოდეს და თავ შევიკავებ ისევ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თვითონ არ აღიარებს შვილებს, მაგრამ მე ვაღიარებ, რომ ის არის მათი მამა. შენ ხარ ღირსეული დედა, ღირსეული ქალი და ღირსეული ადამიანი. ეს მე წლებია ვიცი და ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ, ამას ვხედავ მე, რომ შენ მართლა არაჩვეულებრივი გოგო ხარ და ესეც გაძლიერებისთვის არის ხომ იცი. ყველაფერი ამ ცხოვრებაში გაძლიერებისთვის მოდის. დიახ, გამაძლიერა ბევრმა ტალახის როლამ გამაძლიერა ეკლე. რამდენი ხანი იყავით ერთად და როდის მიხვდი რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც კარგად ვერ იყო? რამდენი ხანი ვიყავით ერთად. ლუკა გავიცანი მოძღვრისგან ტაძარში. რა თქმა უნდა, ის იყო თავისუფალი, გამწევდა ჩვენი ცხოვრება. გვეყოლა საბა, შემდეგ გვეყოლა ანა მარია. ანა მარია იყო 3 წლამდე, როცა ჩვენი ოჯახი დაიშალა. ძალადობა, რაც ამ ადამიანს ახასიათებს. შენთან რა დოზით იყო და რა ფორმით იყო ეს შეურაცხყოფა, ფიზიკური ძალადობა იყო, მორალური შეურაცხყოფა და ძალადობა იყო? ეკლე, ამაზე არ ვისაუბრებ. იმიტომ რომ ბევრი მიზეზია ამისთვის, რომ ძალიან რთული მოსასმენი შეიძლება იყოს ჩემი შვილებისთვის, ჩემი შვილებისთვისაც ბევრი რამე არ მithქვავს და თან შევიკავე. წარსულია მაინც. შეკითხა რომ დავსვი მართალი გითხრა, პასუხს ველოდი რომ ეს იქნებოდა შენგან, იმიტომ რომ შენ ისეც არ საუბრობ ამ კადრს მიღმაც არ საუბრობ ამ საკითხებზე და ყოველთვის თავს იკავებ და ეს რა თქმა უნდა შენი არჩევანია. პირიქით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი დღეს ეს დუმილი ამდენ ხნიანი, ამდენ წლიანი დაარღვიე და გადაწყვიტა რომ აქ მოსულიყავი და ეს რასაც ეხა შენ იტყვი ან თქვი, აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე. გენდობი და მოვედი. იმიტომ რომ ჩვენ მადლობა დიდი. წლები გვაკავშირებს, ოჯახები გვაკავშირებს. მარტო მე და შენ არ ვართ ეკლე და მე ვიცი შენ საიდან მოდიხარ და თვითონ მიხარ, კეთი ძალიან დიდი მადლობა. შემზარავი ფაქტები, რაც საზოგადოებამ კადრებით ნახა. რა რეაქცია ქონდა ამაზე შენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ ისედაც იცოდი მის შესახებ, მაგრამ აი ასე რომ საჯაროდ მოხდა, ასე რომ შვილებმა საჯაროდ ნახეს და აი ასეთი ამბავი რო ატყდა, არა მხოლოდ მის გარშემო, თავის და უნებურად შენი და შენი ოჯახის გარშემო, შენი შვილების გარშემო, რა მოყვა ამაში ცხოვრებაში? მე ჩემ შვილებთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფებოდით ბოდბის მონასტერში და იქ გავიგე რაც ხდებოდა და პირველი რაც ვიფიქრე რომ ბავშვებმა არ გაიგო დედის რეაქცია ალბათ და თუ გაიგეს კიდე თვალებში უყურებდი უკვე ფაქტიურად იქ აღარ ვიყავი რა გავეთიშე იქაურ მდგომარეობას ბავშვებმა რა თქმა უნდა როცა გაიგეს ძალიან განიცადეს გოგონამ განსაკუთრებით ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ შემდეგ ძალიან ბევრს საუბრობ ზოგადად ბავშვებთან იმიტომ რომ სჭირდება ხოლმე რომ ბავშვებმა აღიქვან და გაიგონ ძალიან გიყვარდა რა თქმა უნდა ხა ორი შვილი რო ყავს ადამიანთან რა თქმა უნდა როგორ არ მიყვარდა ისი სიყვარულიდან მოვიდა ჩემი სიყვარული შემდეგ დაიბადა ჩემი სიყვარული დღეს როგორ ხარ როგორ გრძნობ თავს ვიცი რომ დღეს შენ მოდიხარ პოლიციიდან პროკურატურიდან პოლიციიდან პროკურატურიდან
ფაქტიურად ეს პერიოდი ისეთი შემოტევები მაქვს, ოღონდ პირველი შემოტევა საერთოდ რატო მქონდა ვერ გავიგე თეკლე. რატომ მე მუქრა ის ქალბატონი ვინც ამირეკა და ვინც იმუქრა და ბავშვების სახლიდან გაყრიდანაც იცი ვინ იყო? კი, დიახ, როგორ არ ვიცი. შეგიძლია გითხრა? თვითონ ხო ის. მე ეს რა თქმა უნდა მივმართე პოლიციას, იმიტომ რომ ხა მუქარა იყო ბავშვებზე, რომ ბავშვებს სახლიდან გაყრიდა. დღესაც მაქვს ის უბრალოდ ფიქრად, რომ რა მოხდა. აი არ ვიცი რა მოხდა, თუმცა პოლიციასაც მე ვთხოვე რომ ეს გაერკვიათ, ანუ ამ ადამიანმა რატო იყო ესეთი აგრესიული და რატო გვემუქრა, მიმართე პროკურატურასაც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად რეაგირება მოყვება. შენ იქ წერ იმ პოსტში, რომელიც წავიკითხე, რომ ბავშვებს სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებაო და ბავშვებს ემუქრებოდა ხოლმე? სიცოცხლის მოსპობით. ხო, ეს ფაქტი იყო. ძალიან რთულია ამის დაჯერება, როცა ასეთ მდგომარეობაში არ გიცხოვ. მე ის კი არა რომ იმიტომ არ ვზივარ შენთან და არ ვსაუბრობ იმაზე, რომ უნდა აუცილებლად ვიღაცამ დამიჯეროს. და თუ არ დამიჯეროს, მაგრამ მე უბრალოდ დღეს იძულებული გავხდი უკვე ბავშვებზე რო იყო ეს, რომ მე ალბათ უკვე ზღვარს გადავიდა და მოვედი და შენ გენდობი და შენთან ვსაუბრობ ამას და მადლობა დიდი. კეთი, შენ თვითონ შეეხე ხათუნას მის ყოფილ მეუღლეს და არ შემიძლია მე რაღაც არ დავაზუსტო. მე როგორც გავიგე, ხათუნამ შენს შვილებს გადმოუფორმა რაღაც ქონება, ხო? კი. ეს არის ჩემთვის პირველ რიგში. მე ვინც ვიცნობს, არასოდეს არ ყოფილვარ ქონებაზე და ცხოვრებაზე და რაღაც გარკვეულ რაღაც ყოფით დახარბებული, ალბათ რომ ყოფილიყავი, არ ვიცი, კაი იქნებოდა თუ ცუდი იქნებოდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ მეყოლებოდა შვილები. და სირთულეებით არ გავსდიდი მათ. კი, დიახ. ხათუნამ გამოიჩინა, რაც ნამდვილად არავის არ გამოუჩენია პირიქით. თუ რამე როდისმე რამე ქონია ორთაჭალაში გორგასლის ქუჩაზე ავტოფარეხი, რომელიც შეიძლებოდა თავისუფლად მეზობლები გვერდში დამით, თუმცა იყო მეზობლების სურვილიც ეგ რომ გვერდში დამდგომოდნენ და მე გადმომეფორმებინა. დავეხმარე ლუკას რომ ეს ფარეხი გადაეფორმებინა მას მის სახელზე. მე მომმართა, იმიტომ რომ მას ხელს არ უწერდნენ, წარმომადგენელი გამოგზავნა და არავინ არ მოუწერა ხელი და შემდეგ მე მომმართა ბავშვის დახმარებით, საბას დახმარებით. საბას თხოვა და მე საბას უარი ვერ უთხრა. თავმჯდომარე დამეხმარა და მისი დახმარებით მოუწერეთ ეს რაც სჭირდებოდა ჩვენ გავაკეთეთ და მითხრა რომ მე ბავშვებს აუცილებლად თანხას იქიდან აუცილებლად რომ ბავშვებმა რაღაც იყიდონ, რაღაც შეიძინონ და რა თქმა უნდა თეკლე მან ისე გაყიდა რომ შემდეგ შემთხვევით ნახე რომ უბრალოდ ვინც იყიდა მეზობელმა ქალბატონმა ის აკეთებდა იქ ანუ ავტოფარებს აკეთებდა. გაირკვა რომ იყო გაბედული. აქედან გამომდინარე ერთადერთი ადამიანია, ვინც მოვიდა წლების მერე ხათუნა და მითხრა რომ მე მინდა რომ ბავშვებს ჩემი წილიდან, ბორჯობის წილიდან ვაჩუქო ბავშვებს, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან, მე ვიცი რომ არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში და მათ აუცილებლად ჭირდებათ ნორმალური პირობები. რა თქმა უნდა ეს მე მივიღე
და მე მგონი სწორიც არის. რა თქმა უნდა. მივიღე და მან ბავშვებს აჩუქა ბორჯომის თავისი წილიდან ბორჯომის ტერიტორია. შეიძლება არ დაუფასო ადამიანს ეს არა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ნუ ხა დღეს აქვთ მაგაზე 1000 მითქმა მოთქმა აქვთ, რომ მე ხათუნასთან შეკრული ვარ და მე ერთად მოქმედებთ ჩვენ. ეხა ხალხი რას არის ტყვის? არა, რა თქმა უნდა. მე უბრალოდ ჩემი მხრიდან შენ თავისთავად იცი და შენთან არ მჭირდება ამის თქმა, რომ რა თქმა უნდა ჩემი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის და აქედან მინდა ხათუნასაც მიმართო თუ დაჭირდა რაიმე დახმარება ფსიქოლოგიური ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამდენი სტრესული მდგომარეობის დროს და შემდეგ მიგულოს ყველანაირად გვერდში დაუდგები, იმიტომ რომ ადამიანობაა მთავარი, მე ესე ვფიქრობ და სხვა ყველაფერი უკვე შემდეგ აუცილებლად. მე ასე ხარისხოვანი. დიახ, ნამდვილად და მიწვიდა ასევე შენთან ერთად ხათუნა მოუხადო ხათუნას, რომ ის მან იზრუნა ჩემ შვილებს. და საკუთარმა მამამ არის ზრუნა და პირიქით და კი, აქედან ზუსტად აქედან წამოვიდა თეკლი აგრესია ამ ადამიანების, მამის ახლანდელი მისი მეგობრის მიწავს მეგობარი გოგონა, ამ მეგობარ გოგონას ხო კომულეთის სასტუმრო აჩუქა. ძვირფასი ძვირადღირებული ავტომანქანა აჩუქა. ნუ იქ ახლა ესპანეთში იყო თუ სადღაც ისე თვითონ დადო ისინი რომ დაბადების დღე გადაუხადა და ეს ძვირფას საჩუქრებს ყიდულობს. ნუ ეს ჩემთვის ეს რაღაც ძვირფასი საჩუქრები ძალიან მცირეა, მაგრამ მისთვის ძალიან ბევრია. მნიშვნელოვანია და ბევრია და უბრალოდ რა მაინტერესებს. რატომ არიან ესეთი აგრესიულები, როცა ბავშვებს ჩუქნიან და ბავშვებს შეიძლება რაღაც კონდეთ, აი აქედან დაიწყო ყველა აგრესია. თან თავისი წილიდან ხო არაფერი უჩუქებიათ, ხო? ადამიანმა საკუთარი წილიდან. აქედან გამომდინარე მოხდა ზუსტად ის, რომ ლუკა ბავშვების მამა ერთ გადაცემაში მივიდა და ჩემი შვილები, ანუ მისი შვილები საბა და ანა მარია არ ახსენა. მე რატომღაც ხოთეკლეს იმის თქმაც მინდა, რომ მე რატომღაც ვიფიქრე, რომ ლუკას ეს გაეხარდებოდა. იმიტომ რომ მე ხათუნამ ცუდად ნამდვილად ვიცი, რომ არ ჩამithვლის, რომ ის ხო არ იყო ხათუნა შვილებს ხო ბისთვის, ხო ის იყო ლუკას მისი შვილებისთვის და სადღაც ვიფიქრე მე მეგონა რომ ადამიანურად ასეც არის რომ უკოსმა ბახარება შობელი ასეც არის როგორც მამას როგორც მაგრამ იმ ხელ აგრესია წამოვიდა რომ საერთოდ ბავშვებს აღარ ახსენებს ანუ ნუ არ ახსენებს არც არასოდეს უზრუნია და ჩვენ ამით არაფერი დაგვაკვდა აბსოლუტურად არაფერი არ დაგვაკვდა ეს ისევ მისი ძალიან დიდი მინუსია და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. კაცი, რომელიც ისევ თავის მეგობარმა გაყიდა, რომ $14 მილიონ ფლობს ქონებას, შვილებს ასე არაფერს უკეთებდა და თან პლუს შენ შვილებს სხვა უკეთებდეს და ისიც აგრესიას იწვევდეს შენში, საზოგადოებისთვის მიმინდია ამაზე პასუხი. ბავშვები არიან სოციალურად დაუცველი სტატუსით. დიახ. და აი იცი რა მაინტერესებს პრინციპში ეს შეკითხვა შენთან კი არ არის ალბათ ჩემ თავს უფრო უსვამ ეხა ამ შეკითხვას და ზოგადად რომ კარგი გავიგე რომ ადამიანური არაფერი გააჩნია ამ ადამიანს როგორც ჩანს მიუხედავად იმისა რომ მე და შენ წლებია ეს ურთიერთობა გვაქვს ესეც არასოდეს გამიგია შენგან რომ ეს არ ვიცი რა დავარ ადამიანს რომ ამბობ რაღაცა ენა არ მიტრიალდება იყო ასეთი მე შენგან გამომდინარე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ამ ადამიანის, იმიტომ რომ ხმას არ იღებდი არასოდეს პირიქით. რაღაცა ყოველთვის ხარს უჭერდი თითქოს. და ამ
ყველაფრის მიღმა, თავისი სტატუსი რო დგას, დიდ ადამიანად რო წარმოაჩენს თავის თავს, როგორ არ აწუხებდა ეს, რომ მისი შვილები იყვნენ სოციალურად დაუცველები და ამას თუნდაც საზოგადოება გაიგებდა, თორე იმაზე აღარ არის ლაპარაკი ადამიანურზე, ხვდები რომ არაფერზე არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში საუბარი. ხო, ნუ საზოგადოება ფიქრობ რომ ვერ გაიგებდა რასაც ხო, ნუ იმიტომ რომ ჩემი იმედი ქონდა და ამით ბავშვებს აშანტაჟებდა, რომ თუ დედიკო იტყვის რაღაცას რამის ჩემზე, მე თქვენთან ურთიერთობას შევწყვეტ. ნუ თუმცა დიდი ეს ანა მარიაზე მოქმედებდა ძალიან გოგოზე და ამდენი აგრესიიდან, ამდენი უსამართლობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს საცხოვრებელი სახლიდან დაეწყოთ ჯანმრთელობის პრობლემები პლუს ბიჭს. იმიტომ რომ სარდაფია, ეს არის ჩვეულებრივი სარდაფი. სინესტეა, საშინელი, ნუ ესე ხა თვალით უნდა ნახო, რომ ისე ვერ აღწე. აი სასოწარკვეთილი ვიყავი ყველა გზას რომ ეძებ, რომ გადაარჩინო ჩემი შვილები, მიმართე მთავრობას. და ძალიან ისე რეაგირება ქონდა ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის რომ ყურადღება მოგვაქციეს და შემდგომში კიდევ ბევრი რაღაცები განვითარდება კარგი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება. კეთი, რას ეტყოდი იმ ქალებს, ვინც შენს მდგომარეობაში არიან და იგივეს გადიან ახლა, რაც შენ გაიარე და ნახევრად უკვე გადაიარე, ფაქტობრივად გასული ხარ ბოლოში. იცი რა არის ეთლე, ტრახარიტული გამომივა იმის თქვა, რომ არ უნდა გაჩვენდნენ და ესე უნდა ქნა და ეს არა. თუმცა თავად იყავი გაჩუმებული. არა, იმიტომ კი არა, რომ მე თავად გაჩუმებული ვიყავი, აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდი, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო ყველაზე მთავარი იყო და მნიშვნელოვანი იყო შვილების მამასთან ურთიერთობა. და ამის გულისთვის ჩემმა შვილებმაც იციან, რომ მე ამაზე ბევრს ვესაუბრებოდი, რომ მართ ყავთ, რა თქმა უნდა, ეს არის შეუცვლელი და ვერაფერი ვერ შეცვლის ამ ქვეყანაზე. და სულ ვცდილობდი, რომ შემენარჩუნებინა ჩემი სიჩუმით მათი ურთიერთობა. როდესაც აუცილებლად ეს სიყვარული როგორ გაღვივდებოდა. ხო, მაგრამ შენი რომ ყველაფერი ჩაიკალი, შენი წყენა, შენი ტკივილი, შენ ადამიანი ხარ, შენ ქალი ხარ, შენ ხო გინდოდა ეს ყველაფერი, თუნდაც ამოთქმა ხო გინდოდა. რატო გაწირე ასე საკუთარი თავი დუმილისთვის? არა, მე ვფიქრობ, რომ არ გამიწირავს თეკლები. მე შვილების გულისთვის დუმდი და კეთი ქალი ხარ, რომელსაც უბრალოდ ჭირდება ვიღაცის ემპათიური თვალები, ყველაფერსო თავი გავანებო, თუნდაც. და შენ ყველაფერზე უარი უთხარი საკუთარ თავს. იმდენად ვიყავი ჩემს და ვარ ჩემს შვილების ცხოვრებაში ჩართული, რომ ამაზე ფიქრისთვის არ მქონია დრო, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ როცა ყველაფერი შენს თავზე გადადის და ვცდილობ, რომ ბავშვებს ის 5 წუთიც არ მოაკლო, რომ თუნდაც ის 5 წუთიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, ჩვენი ერთად ყოფნა. ამაზე მე არ მიფიქრია და ეს წლები ისე მალე წავიდა, აი ამ ზრუნვაში, თუნდაც ჩემი საიდანაც იყო გამოწვეული ჩემი სიჩუმე, რომ მე ბავშვებთან მამას ქონოდა ურთიერთობა და როცა იქნებოდა არ შემეშალა ხელი ჩემი ხმაურით.
ძალიან ცუდად ვარ, ცოტა ხანი გავაჩეროთ. ანუ აი ძალიან ცუდად ვარ, იმიტომ რომ აი სუნთქვა შემეკრა, აი რაღაც შემეგუება რა. მომეცი აქვე პირობა, რომ ქეთი ყველა შვილს შენ დააყენებ აი თავის ადგილზე. საკუთარ თავს, შენ თავს თვალებში აი ესე ჩახედავ სარკეში და ეტყვი რომ ქეთი შენ არსებობ და მე შენ ხედავ. მე შენ გაღიარებ და ხედავ და შენთან ვარ. შენ თვითონ უთხარი შენ თავს. აი მომეცი პირობა რომ ამას გააკეთებ, თორე აი არ ვიცი. მე არასოდეს ვგრძნობდი თავს, რომ მე არ ვიყავი მე. იმიტომ რომ შენ შეხარ, მაგრამ შენი თავი ხო რაღაცნაირად ძალიან სადღაც გადაწიე. შენ შვილების გამო გადაწიე კი არა, შვილების მამასთან ურთიერთობის გამო ყველაფერი დაითმინე, მოითმინე. ახსენდება შენთან რომ ვიყავი, აი ზუსტად მაგ სახლში ეხლა რასაც ამბობ ვისხედით და შენ ამბობდი რომ კოვიდი ქონდაო ლუკას და ავედი და მივხედეო, მოვუარეო. შენ ამასაც აკეთებდი დაშორებულ, გაშორებულ, ამდენ ყველაფერ გადატანილზე, შენ ამასაც აკეთებდი. ერთია რომ შენი სურვილი ქონდა არ ქონდა და მეორეა რომ ის ადამიანი თან გინდობოდა ასე რომ თავი ანუ შეგიშვა სახში და თავის თავი მოგანდო და ამ ადამიანს მე რეები გაუკეთა შვილებს ასეთ ადამიანს ხო კი თეკლა კოვიდის პერიოდში ძალიან ცუდად იყო საავადმყოფოშიც იწვა ლუკა და მე შვილებს უთხარი რომ დედიკო მამა აუცილებლად უნდა ნახოთ და წავიყვანე და ბავშვებმა ნახეს მამამისი. თვითონ ბავშვებსაც ძალიან უხაროდათ, რომ ნახეს. და როცა გამოვიდა საავადმყოფოდან, ლუკა მაშინ დამირეკა და მითხრა, რომ თუ შეგიძლიაო, რომ მოხვიდე ბავშვებიც ახლოს ყავდა, ნუ ახლოს იყვნენ, გაიგეს ეს საუბარი ჩვენი და თუ შეგიძლიაო რომ ამოხვიდეო და მომხედო რომ ძალიან ცუდად ვარ, მითხრა. დაშორებული იყავით რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ახლა ანუ რო დავაზუსტოთ. დიახ, დაშორებულები ვიყავით ცოტა. წლების. და ჩემი ყოველთვის ყველა რეაქცია მიდის ბავშვებთან. აბსოლუტურად რაც კი ხდება და ბავშვებს შევხედე ორივეს თვალებში და ანა მარიამ მითხრა ესეთი მოციმციმე ისეთი საწოდავი რაღაცნაირი თვალები თო დედიკო ხო ახვალ მამიკოსთან ხომ მიხედავო და რა თქმა უნდა თქო დედა რა თქმა უნდა ის იყო რომ ეს იყო ბავშვებისთვის პასუხი ავედი მე დილით მივდიოდი და ღამე მოვდიოდი საღამოს მოუწესრიგე თუ კი რამე ქონდა სახლში წნეთში მაშინ წნეთში იყო ლუკა წნეთში ცხოვრობდა ეს იყო ის პერიოდი პოლიციის აკადემიის პრორექტორი როცა იყო და თან ვაწესრიგებდი თან მას უვლიდი შენ მაინც არ მომეცი პირობა ველი პირობას რომ დღეიდან შენ ქეთის მეტად მოусმენ არა ბავშვების გამო არა ვიღაცის გამო არა სოციუმის გამო არამედ თავად ქეთის მოусმენ იმიტომ რომ აქვს ქეთის ხმის ამოღების უფლება და საშუალება მიეცი პირობა მე ვცდილობდი რომ მამისა და შვილების ურთიერთობა როდესღაც აღდგებოდა სულ მქონდა ამის იმედი და რომ ჩემი რაღაცა ხმაურით არ გამომეწვია მათი ანუ არ დამეშორებინა უფრო ერთმანეთს სულ ვცდილობდი ამას მაგრამ ანუ არ გამომივიდა მაგრამ რადგან არ გამომივიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე დღეს ძალადაკარგული ადამიანი ვარ ჩემი სიჩუმით ალბათ უფრო ათმაგი ძალა მაქვს კიდე მოსული და მოკრეფილი იმაზე რომ ეხლა დღეიდან აი ამ წუთიდან და ამ მომენტიდან ამ მდგომარეობიდან მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმის როგორც ვიბრძოდი აქამდე იმისთვის რომ
ჩემი შვილების მდგომარეობისთვის, რომ მათ ყოველდღე ქონოდათ მამასთან სტაბილური ურთიერთობა, დღეიდან იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილები იყვნენ ძლიერად, რომ იყვნენ დაცულები, რომ გრძნობდნენ ამას, რომ ისინი არიან დაცულები და მათ იცავთ დედა და კარგი ადამიანები. რას ელი საზოგადოებისგან სიკეთეს, რა თქმა უნდა, თეკლე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თავარია შენ როგორ უნდა რომ ადამიანმა დაგინახოს. თვითონ როგორ უნდა რომ დაგინახოს. შეიძლება ძალიან მართალი ვიყო, შეიძლება ძალიან კარგი ვიყო, მაგრამ სხვანაირად ან პირიქით არ უნდოდეთ და ძალიან არ ცუდი ვიყო და ცრუ ვიყო, ცრუ ადამიანი, მაგრამ თავარია თვითონ როგორ უნდა ადამიანს რომ დაგინახოს. დრო რომ უკან დაგიბრუნდეს, რომ გადაგიხვიან და შანსი მოგცენ, რომ რაღაცები შეცვალო. რა შეცვლიდი დღეს? ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ რა შეცვლით. რომ გამიაზრები, აი დავუშვათ, რას შევცვლიდი, მე მიფიქრია ის, რომ აი ეს თუ შემეცვალა ხომ ჩემი შვილები არ იქნებოდნენ. და ეხლა მაქვს შენთვის პასუხი ის, რომ ალბათ არაფერს არ შევცვლით, იმიტომ რომ შემეცვალა ის წარსული, ფიქრებშიც კი ჩემი შვილები არ იქნებოდნენ. უდიდესი შინაგანი სიძლიერის გოგო ხარ და არ ვიცი, მე ქეთს ვიხრი შენ წინაშე. და ჩაგეხუტა. არ შემიძლია. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი კიდევ ერთხელ. ამას დავაფიქსირებ, რომ აი მე გამომიცხადე ეს ნდობა და ჩემთან მოხვედი და გადაწყვიტე, რომ აი ესე გესაუბრა ასე გულწრფელად, ასე ცრემლებს შეკავებული და ბურთით ხელში გაჭხერილი. მადლობა. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. არასოდეს გაჩუმდე ძალადობაზე. არასოდეს ითმინო ის, რისი მოთმენაც არ შეგიძლია. ეს შენი ცხოვრებაა და შენი არჩევანია. ნუ დათანხმდები სხერფლის როლს. გახდი შენი ცხოვრების არქიტექტორიც და მშენებელიც.